ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაცია რეგისტრაციით და ვენახებისა და მევენახეების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით, რომელიც მოიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ასე შემდეგ. პროგრამა 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, 2015 წლიდან გაგრძელდა კახეთის რეგიონში, ორივე რეგიონში 2021 წელს დასრულდა. 2022 წელს პროგრამა განხორციელდა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. 2023 წელს პროგრამა განხორციელდება იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ვენახების, ასევე ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო განახლებადი საინფორმაციო სისტემა. შესაძლებელი გახდება ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირება. ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა მეღვინეობის ინდუსტრია განვითარებულია და ვენახების კადასტრის შექმნით საქართველო მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას ნერგავს. პროექტის ბიუჯეტია 650.000 ლარი. პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2023 წლის ბოლომდე დასრულდება, რითაც კადასტრის პროგრამა საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.